გამარჯობა, ეს არის უნი პოდკასტის ახალი ეპიზოდი. დღეს ჩვენი სტუმარია ლევან ნებუიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და სტარტაპერი. დღეს ვისაუბრებთ მის სტარტაპზე, უნიმეითზე. გამარჯობა, ლევან. სალამი. ხო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ძალიან საინტერესო პროექტია და მოკლედ გილოცავთ დაწყებას. მადლობა. მოდი დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ რა არის უნიმეითი, ზოგადად რა პლატფორმაა და მერე ვისაუბროთ, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა. მაგრამ უნიმეითი არის სტუდენტური community პლატფორმა. გვინდა რომ სტუდენტები ერთმანეთს დავაკავშიროთ ინტერესების მხრივ და მათ მივცეთ შესაძლებლობა რომ გაერთიანდნენ სხვადასხვა კომუნიტეტებში, ჯგუფებში, გაიცნონ ადამიანები, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, მიიღონ რაღაც გარკვეული სხვადასხვა სარგებელი საიტის საშუალებით, მოძებნონ სამსახური, განვითარდნენ. მოკლედ, მსგავსი რაღაცების, მსგავსი შესაძლებლობები გვინდა მივცეთ სტუდენტებს. იდეას რაც შეეხება, იდეაზეც მუშაობა პრობლემით დავიწყეთ. მოკლედ, როდესაც მე და ჩემი პარტნიორი ფიქრობდით თუ რაზე შეიძლება გვემუშავა განსაზღვროთ ის პრობლემები, რაც არსებობდა რეალურად, თავად სტუდენტები ვართ, თავად გვაწუხებს ხოლმე რაღაც პრობლემები და ამ პრობლემიდან უკვე გამოვიყვანეთ ეს იდეა და დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა. ხო, და აი როგორ განვითარდა ეს იდეა? ანუ ეს პროექტი თავიდან იდეის წარმოშობიდან იქამდე რა პროდუქტიც არის ახლა, ანუ როგორი სახითაც ახლა არსებობს, რა გზები გაიარეთ, ანუ ესეც რო დეტალურად მოგვიყვეთ. კი ბატონო. მოკლედ ამ იდეაზე მუშაობა ერთ-ერთი სტარტაპ რეაქსელერაციის პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ და სადაც მე და ნიკა ესე ვთქვათ სრულად შემთხვევით აღმოჩნდით მე და ჩემი პარტნიორი მიუხედავად იმისა რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ ერთ კურსზე და იმ პერიოდში საერთო საგანცდაც გავდიოდით იქ აღმოვაჩინეთ ერთმანეთთან მივხვდით რომ საერთო ინტერესები ჰქონდა და დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა. თავიდან ის პრობლემა რაც განსაზღვრეთ რაც არსებობდა დაკავშირების რაც ორივეს გვაწუხებდა დავიწყეთ ამ პრობლემის ვალიდაცია რეალურად განგვესაზღვრა რომ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა იყო ჩვენორის თუ რეალურად სხვა სტუდენტებშიც არსებობდა. ჩავატარეთ ინტერვიუები, გამოკითხვები და ამის დადასტურების შემდეგ გადავედით მომდევნო ეტაპზე. გავაკეთეთ პატარა პროტოტიპი, პატარა საიტი, სადაც უბრალოდ ინფორმაციის ნახვა შეეძლოთ მომხმარებლებს და ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა ჯგუფების სახელები, თემატიკის მიხედვით და სრული სამი უკვე სტუდენტებს შეეძლოთ, რომ იმეილი ჩაეწერათ და გამოეგზავნათ ჩვენთვის. გაშვების შემდეგ დაახლოებით ერთ კვირაში 500 ვიზიტორი ყავდა საიტზე, რომელსაც დაგვიდასტურა პრობლემის ვალიდურობა და გადავწყვიტეთ უკვე შემდეგ გავგვიგრძელებინა ამ იდეაზე მუშაობა. შემდეგ UG Startup Reacceleration პროგრამა მოვიგეთ და უკვე ამ თანხით დავიწყეთ MVP-ს შექმნა. ახლაც ძალიან აქტიურ პროცესში ვართ ეს MVP-ს შექმნაში. დაახლოებით 2 კვირაში უკვე ეს MVP გაეშვება live-ზე და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ. MVP-ზე გვინდოდა რაღაც მინიმალური ფუნქციონალი მიგვეცა მომხმარებლებისთვის, შეიძლებათ რეგისტრაცია, პროფილების შექმნა, ინტერესების დამატება, ჯგუფების, კომუნიტეტების აღმოჩენა, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა, პირადი მიმოწერა და ეს მინიმალური რაღაცები, რომ გავიგოთ მათი დამოკიდებულება და მივიღოთ მათი უკავშირი პლატფორმასთან მიმართებაში. ძალიან საინტერესოა და როგორ მუშაობს ეს უნიმეითი ეს აპლიკაცია, რა ფუნქციები აქვს დაახლოებით და როგორი ინტერფეისი დახვდება მომხმარებელს როდესაც შევა. ხო, უნიმეითი არის ვებ პლატფორმა, რომელიც პერსონალურ ტიპზე და ინტერესებზე დაფუძნებით აკავშირებს სტუდენტებს ერთმანეთს. საწყის ეტაპზე გვექნება ძალიან მინიმალური ფუნქციები, როგორიც არის პროფილის შექმნა, პირადი ინფორმაციის დამატება, ჰობის დამატება, სასურველი სფეროების დამატება და ამ შემდეგ სხვადასხვა მომხმარებელს შეიძლება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია რომ შექმნას ჯგუფი, community, მართვა მისი გაწევრიანება, ასევე შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა, შეუძლიათ ფორუმის გამოყენება და მინიმალური ჩეთის ფუნქციაც ექნება. სამომავლოდ უკვე გვინდა რომ gamification-ის ელემენტების დავამატოთ, ასევე challenge-ები და quest-ები შემოვიტანოთ, მომხმარებლის პარტნიორების შეთავაზებები გვინდა რომ შემოვიტანოთ და სტუდენტებს რაღაც გარკვეული ფასდაკლებები მივიცეთ და შემდეგ დასაქმების ფორუმიც გვინდა ვაინტეგრიროთ ჩვენ პლატფორმაში, რომ მომხმარებლებმა ესეც ძალიან აქტიურად გამოიყენონ.
ხო, ანუ ის ფაქტი, რომ სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი ინტერესები, ხობები და ასე შემდეგ, ანუ განათლების მიმართულებებიც ჩაწერან, შეავსონ შესაბამისი ვეილები, მისცემს საშუალებას, რომ იპოვონ ადამიანები, რომლებთანაც მათი ინტერესები იკვეთება, ხო? კი. და ანუ თავიანთი community შეიქმნან, თავიანთი სამეგობრო წრეც, ან მეგობრებიც იპოვონ, ხო? კი, ჩვენი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ როდესაც ადამიანს უყურებ და არიცნობ, შეუძლებელია რომ განსაზღვრო საერთო ინტერესები, საერთო ღირებულებები გაქვთ. ჩვენი მაგალითი ზუსტად ეგეთი იყო, რომ ადამიანი, რომელიც ერთ კურსზე ვსწავლობ, ერთ უნივერსიტეტს, ერთ საგანძე ვზივართ, არ ვიცოდით თუ რაღაცა საერთო გავაკავშირებდა, შემთხვევით რაღაც შესაძლებლობის წყალობით მოახერხეთ და აღმოაჩინეთ საერთო ღირებულებები და ინტერესები. და სწორედ ამის გავსი შესაძლებლობები მინდა რომ მივიცეთ სტუდენტებსაც. და თუ არის რაღაც ისეთი, ანუ რაც უშუალოდ გამოარჩევს თქვენ პლატფორმას სხვა სტუდენტური შესაძლებლობებისგან, რაც არ არის, ანუ არ გვხვდება დღევანდელ სტუდენტურ პლატფორმებზე. ხო, აი, რაც ჩამოთვალ, ძალიან ბევრ კომპონენტს აერთიანებს და სხვადასხვა სახის მომხმარებელს შეუძლია სრული სამი გამოიყენოს. თუ მხოლოდ დაინტერესებული ხარ ადამიანების გაცნობით, networking-ით, შეგიძლია გამოიყენო, თუ უბრალოდ ინტერესის ირგვლივ გინდა რომ ადამიანები გაიცნო და მასთან დაკავშირებით ისაუბრო, მაგისთვისაც შეგიძლია გამოიყენო. თუ უბრალოდ შეთავაზებები გინდა რომ გამოიყენო, ჩვეულებრივადაც გამოიყენებ, ასევე თუ გინდა რომ სასწავლო პლატფორმად გამოიყენო, როგორც სტუდენტებთან ერთად დაჯდა და ისწავლონ მასალები გააზიარო, შეგიძლია ამისთვის ჩვეულებრივად გამოიყენო. მრავალფუნქციური, სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელს შეუძლია რომ გამოიყენო სხვადასხვა ტიპის სტუდენტს და ამას მხრივ ძალიან მორგებული ვარ სტუდენტებზე. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მათი საჭიროებები მომენტალურად გავითვალისწინოთ პლატფორმაზე. და ყველა სტუდენტს შეიძლება ამ პლატფორმის გამოყენება თუ მხოლოდ რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტებს? ხო, პლატფორმის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. აქ თავარი არის ისა, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ საუნივერსიტეტო ელფოსტით. გვინდა რომ რაღაც სტუდენტური სეგმენტი შევქმნათ, სტუდენტური პლატფორმა, სადაც მხოლოდ სტუდენტები იქნებიან გაერთიანებული, ერთმანეთს გაუზიარებენ და კურსდამთავრებულები უკვე თავის გამოცდილებას გაუზიარებენ სტუდენტებს. ასე რომ გვინდა რომ სხვადასხვა უნივერსიტეტები, ერთის მხრივ ფაკულტეტები დავაკავშიროთ ერთმანეთთან, რიგ შემთხვევაში IT-ის ფაკულტეტი შეიძლება სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხება არ ქონდეს, მიუხედავად ამისა, შეიძლება საერთო ინტერესებს იზიარებდნენ და ერთად ძალიან საინტერესო პროექტი გააკეთონ, თუნდაც. ერთის მხრივ გვინდა რომ ფაკულტეტების მხრივაც დავაკავშიროთ სტუდენტები და მეორე სხვა უნივერსიტეტების მხრივ, რომ რაღაცა კავშირი იყოს და კომუნიკაცია ამ სტუდენტებს შორის. და როგორ შეუძლიათ რომ რეგისტრაცია გაიარონ, სად უნდა იპოვონ ეს აპლიკაცია, სადმე იქნება განთავსებული თუ ანუ როგორ უნდა იპოვონ? კი, ამ ეტაპზე გვაქვს ვებსაიტი, აპლიკაციას უკვე შემდეგ ეტაპებზე გვეგმავთ რომ გქონდეს, Unimate-G შეუძლიათ ნახონ. და დარეგისტრირდნენ ჩვეულებრივად საუნივერსიტეტო ელფოსტით და გამოიყენონ დაამატონ მათი მონაცემები, ინტერესები და შესაბამისად გამოიყენონ პლატფორმა. და ანუ რა ტიპის აქტივობებს და ივენთებს შეთავაზებთ თქვენ როგორც ამ პლატფორმის შემქმნელები სტუდენტებს? კი, ჩვენი მიზანია რომ ჩვენ ბოლოდ რაღაც საშუალებად დავrчეთ. აქტივობები და ივენთები მთლიანად განთავსებული იქნება სტუდენტების მიერ. მათ შეუძლიათ რომ თქვა თავად დააორგანიზონ გარკვეული აქტივობები და უბრალოდ განათავსონ საიტზე და იქვე შეუძლია რომ მომხმარებელს შეუერთდეს ამ აქტივობებს და იქვე კომუნიკაცია დაამყარონ კონკრეტულ ივენთთან დაკავშირებით, ან უბრალოდ ზოგადი ივენთი ინფორმაციის თვალსაზრისით განთავსდეს და სტუდენტებს მივცეთ ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებთან დაკავშირებით. აი, ხშირად ხდება ხოლმე, რომ საჭირო ინფორმაცია ვერ ხვდება ხოლმე საჭირო ადამიანთან და ზოგჯერ სტუდენტებს გამორჩება ხოლმე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება, ან რაღაცა შეკრება, ან რაღაცა ნებისმიერ ივენთი რაც შეიძლება არსებობდეს. ამით გვინდა რომ ბოლოს ამას შევუწყოთ ხელი, რომ არ გაიპაროს ის ინფორმაცია, რომელიც სტუდენტს აინტერესებს. და საინტერესოა. და ეხლა რომ მოგვიყვეთ, აი თქვენი გამოცდილება როგორ იქნებოდა ეს Unimate, თქვენი ვებსაიტი და რა გამოწვევების წინაშე ვიდექით, ან რაღაც სირთულეები თუ იყო ამ პროცესში და აი რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, ან ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც მიიღეთ მუშაობის პროცესში?
ხო, აი სტარტაპს რო ვქნიდით, დეში ძალიან მცირე რაღაცა ვიცოდით და ყოველთვის რაღაცა იდეა რაც მოგვიდო და იმას გავტესტავდით, ექსპერიმენტ ჩავატარებდით და იმის საფუძველზე შემდეგ ვიღებდით ინფორმაციას. ერთ-ერთი ყველაზე გამოწვევა და რთული მომენტი რაც ჰქონდა ჩვენ შექმნის პროცესში იყო, რომ ერთ-ერთი ვალიდაციის ეტაპზე, როდესაც დაიკავებდნენ ჰქონდა კომუნიკაცია, ჩვენ რაღაც განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდა. სხვანაირად გვეგონა რაღაცეები და რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა და საერთოდ მაგ ეტაპზე მოგვიწია იდეის ძირითადი ნაწილის ცვლილება და სტრუქტურის შეცვლა. შესაბამისად, იმ მომენტში მოვახერხეთ და მოვერგეთ, გადავეწყეთ და მაქსიმალურად მოვერგეთ მომხმარებლების საჭიროებებს. ეგ ყველაზე რთული მომენტი იყო ჩვენთვის ამ ეტაპზე მუშაობის. და ალბათ რაღაც გამოცდილებები ახალი ცოდნაც დააგროვოთ ხო ამ ყველაფრის კეთებას. ცხადია, ხო, ნებისმიერი ნებისმიერი ცდა, ნებისმიერი ექსპერიმენტი ემსახურება იმას, რომ გარკვეული ცოდნა მიიღო და მოკლედ ამ ცოდნის საფუძველზე მე სხვა ფუნქცია განავითაროთ. შეიძლება შენ გეგონოს, რომ მიუხედავად რომ ჩვენ თავად სტუდენტები ვართ და თავად გვაწუხებს ხოლმე რიგი პრობლემები, რასაც ვსვამთ ხოლმე პლატფორმაში, მაგრამ შეიძლება გეგონოს, რომ ძალიან მაგარი ფუნქცია, ყველა გამოიყენეს, რეალურად გაიტანო მომხმარებელთან და საერთოდ რეაქციას ყურადღება. ამიტომ მსგავსი ტიპის ექსპერიმენტები ცდები არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ ეტაპზე. და ამით იღებ ინფორმაციას და ამით იღებ საშუალებას, რომ იმის მიხედვით, შენი მომხმარებლების საჭიროებების მიხედვით განავითარო პლატფორმა. ხო. და აი თუ გაქვს რაღაცა წარმოდგენა ან მოლოდინი, როგორ ფიქრობ, რომ განვითარდება შენი პარტნიორის სტარტაპი და დაახლოებით 6 თვის მერე ან თუნდაც 1 წლის მერე როგორ ხედავ ამ ყველაფერს? ხო, აი ახლა როგორც ძალიან აქტიურ პერიოდში ფაზაში ვართ, რომ გავუშვათ ეს ჩვენი პლატფორმა ლაივზე და შესაბამისად ერთგვარი ვალიდაციის საბუთი გვექნება, რომ რამდენად მოიხმარეს სტუდენტები ამ პლატფორმას, გაგვიზარდებენ ფიდბექს, უკავშირი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ის მიხედვით, ჩვენ განვავითარებთ ამ პლატფორმას. ცხადია, რაღაც გეგმა გვაქვს, რასაც გვინდა რომ გავყვეთ, რაღაც რიგი ფუნქციები, რაც გვინდა, ფუნქციონალები, რაც გვინდა რომ შემოვიტანოთ, მაგრამ მომხმარებლის უკავშირს ძალიან აქტიურად დავალოდებით და ძალიან აქტიურად ვიყენებდით აქამდეც და მომავალში ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ და ამის მიხედვით განვავითარებთ პლატფორმას. ჩვენი მიზანი საწყის ეტაპზე რაც არის, ახლა გვაქვს რომ ეს MVP დავასრულოთ და გადავიდეთ მომდევნო ფაზაზე. ჩვენი სტარტაპის გვინდა რომ სტუდენტებმა ძალიან აქტიურად გამოიყენონ ეს ჩვენი პლატფორმა და ყოველდღიური გამოყენების სახე ქონდეს და დავეხმაროთ ერთის პროცესები გამარტივდეს, მივიცეს შესაძლებლობები და სარჯამში სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტური გამოცდილება გაუმჯობესოთ. გვინდა რომ თბილისის უნივერსიტეტები რამდენადაც შესაძლებელი იქნება დაახლოებით მაგ პერიოდში მოვიცვათ და რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მივაწვინოთ ხმა სტარტაპთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც MVP-ს დავასრულებთ, უკვე ძალიან აქტიურად გადავალთ უკვე სხვა დანარჩენი ფინანსების მოძიების საკითხში და ინვესტიციების, რომ გადავიდეთ ჩვენი სტარტაპის უკვე შემდეგ ფაზებზე და განვითარების შემდეგ ფაზებზე, რომ დავამატოთ სხვადასხვა ფუნქციონალები. და რაიმე გეგმა თუ გაქვთ თქვენი სტარტაპის პოპულარიზაციისთვის, ან როგორ აპირებთ, რომ გააცნოთ უფრო დიდ მასებს და მომხმარებლებს? ხო, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, გვინდა რომ შეხვედრები გამოვართოთ სტუდენტებთან, პლატფორმასთან დაკავშირებით, მაქსიმალურად მივაწოდოთ მივაწოდოთ ხმა ამ პლატფორმასთან დაკავშირებით, რა ფუნქციები აქვს, როგორ შეუძლიათ გამოყენება და შესაბამისად თან მიიღოთ ამასთან მათი ფიდბექიც. და რომელ სოციალურ არხებზე ან თუნდაც სხვა საინფორმაციო საშუალებებიდან როგორ შეუძლიათ რომ ინფორმაცია მიიღონ თქვენ შესახებ? ხო, ამ ეტაპზე გვაქვს Unimate-G საინფორმაციო საიტი, სადაც შეუძლიათ რომ შემოვიდნენ, ნახონ ინფორმაცია ჩვენს პლატფორმასთან დაკავშირებით, ასევე შეგვიძლია დაგვიტოვონ mail-post-ად და შემდეგ როდესაც პლატფორმა გაეშვება, ჩვენ თავად დავუკავშირდებით და შევატყობინებთ ამას. გვაქვს სოციალურ ქსელებსაც შეეხება, გვაქვს Facebook-ი, Instagram-ი და LinkedIn-ი. და აი შენ როგორც მომხმარებელი, რო იყო ამ ვებსაიტის მომხმარებელი, რამდენად აქტიურად გამოიყენებდი და რა მიზნებით გამოიყენებდი? ხო, აი ეგ პირველი შეკითხვა იყო, რაც დაუსვით ჩვენ თავს, როდესაც ვიწყებდით ამ იდეაზე მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ სტუდენტები ვართ, პრობლემიდან გამოვედით და ვფიქრობთ, რომ
რადგან მაშინ მივიღეთ პასუხი დასტური ჩვენგან, რომ ჩვენც ძალიან გამოგვადგებოდა და აქტიურად გამოვიყენებდით, მე უკვე შემდეგ დავიწყეთ უკვე გამოცდა და გამოკითხვა სტუდენტებთან თუ რამდენად ჰქონდათ მათაც ეს საჭიროება. შესაბამისად, კი, რა თქმა უნდა, როგორც კი პლატფორმა გაეშვება, ჩვენ ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ და მაგ შეკითხვას ყველა ნებისმიერ ახალ იდეაზე, ნებისმიერ ახალ ფუნქციაზე უსვამთ ხოლმე ჩვენ თავს, რომ შესაბამისად უკვე განვავითაროთ პროდუქტიც. მადლობა დიდი. და აი ბოლოს სანამ დავასრულებთ ჩვენ საუბარს, რამეს თუ ურჩევდე ისეც იმ ადამიანებს ან სტუდენტებს, ვისაც ეხა უნდათ სტარტაპის დაწყება, რას მიაქციონ ყურადღება, რა გაითვალისწინონ და რა სირთულეები შეიძლება რომ დახვდეთ ამ გზაზე. ყველაზე კარგი რჩევა ალბათ დაწყება იქნება. რაღაცით რომ დაიწყო, ცადო, ჩაატარო ექსპერიმენტები, როდესაც პრობლემაზე დაიწყეთ მუშაობას და ნებისმიერი იდეა ან solution რაც გაგიჩნდება, პირველი ეგრევე უნდა რაც შეიძლება სწრაფად ცადო. გაიტანო მომხმარებელთან, ნახო როგორ რეაგირებს მომხმარებელი, რამდენად აქვს რეალურად საჭიროება. შეიძლება რაღაც გეგონოს და მომხმარებელს რეალურად არ ქონდეს იმის საჭიროება. ნუ ყველაზე კარგი იქნება რომ საჭიროება მეტჯერ ცადონ, მეტი ექსპერიმენტები ჩაატარონ და გაითვალისწინონ მომხმარების ხმა, ასე რომ ვთქვათ, და მომხმარების საჭიროებებზე, მომხმარების საჭიროებების მიხედვით უკვე განავითარონ მათი სტარტაპი თუ პლატფორმა ან საიტი. მადლობა. და თუ გაქვს რაიმე სათქმელი მაყურებელთან აუდიტორიასთან, რომ რამენაირად ესე რომ ვთქვათ, პოპულარიზაცია მოახდინა შენი პლატფორმის შეგიძლია გამოიყენა. მოკლედ, შეგიძლიათ გვეწვიოთ unimate.g, დაათვალიეროთ, გაიცნოთ, გაგვიზიაროთ ფიდბექი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მომხმარებლები ჩვენ მომხმარებლების აზრს ძალიან ვითვალისწინებთ და შესაბამისად უკვე ვცდილობთ, რომ შესაბამისად დავამატოთ ფუნქციონალი და განმოვითაროთ. ასე რომ შეგიძლიათ გვეწვიოთ, მოგწეროთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში, ან თუნდაც ჩვენს მეილზე შეგიძლიათ მოგწეროთ. და ამ ყველაფერს საინფორმაციო საშუალებებს, სოციალურ არხებს და ასე შემდეგ ყველაფერს დავტოვებთ ვიდეოს აღწერაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენს სტუმარი. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა ჩემი აზრით და ასევე მადლობა მინდა უთხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორიას, რომელიც არის ჩვენი მხარდამჭერი და მხარს გვიჭერს სივრცით, გადასაღები ტექნიკით და ასე შემდეგ.